მოგესალმებით. იწყება ჩვენი ვოიაჟი დაბავარჩინის დროზე. რომელსაც საკმაოდ დიდი ხანია ვეგმოთ. ამჟამად ვიმყოფებით ზუგდიდში, ზუგდიდიდან მივდივართ მოხორში. ძვალი არ გვასუხობს და თუ არ გვიპასუხა, მოგვიწევს მანქანით მისვლა ნატიფურამდე რა. მათ თუ რა ეხლა არის 7:20 წუთი. გეგმა არის 7-ზე მაინც ვიყოთ დაახლოებით მოხორში. იმედია ვიქნებით, რომ დრო არ დავკარგოთ. დღესვე გვინდა დიტომაზე გადასვლა რა, შესაძლებისაგონად. რამდენად მოვახერხებთ რა. წონა გქონდა 12 კილო ჩანთაზე გათვლილი კაცზე, მაგრამ მე და დათუნას დაახლოებით 20 კილომდე გვაქვს მეტნაკლებად პლუს მინუს და 15-მდე გამოვიდა, ბაქროს როგორ არ ვიციო. და კლასდეკლე მე უნდა გქონდეს რა ინტერესია. არავის არ ვიდოს ხოლმე თან იმას შევიგარო. სამაგერად საძილე მაქვს 3 კილოგრამ ნახევრიანი როგორ? ყველაზე თბილად დღეს ძინავს მე. აი გადმოვხვით ნატიფურუს გზაზე. ჯერჯერობით ასფალტია. ვიდეოების მიხედვით YouTube-ზე რაც უყურებთ ვერ ვნახეთ წესიერად რა. როგორი საფარი იყო ბოლომდე და ვეცდებით შესაძლებისაგონად დაგანახოთ ბოლომდე როგორ არის შესაძლებელი და რა მანქანით მიისვლება. ჩვენმა ძღოლმა გვიპასუხა და გითხრა რომ მანქანა გაგვიფიჭრაო და ვეღარ აგიყვანო. ძალიან სასიამოვნოა, როცა დღეს დილით ვიგებ ამ ამბავს. მაგრამ გუშინ საღამოს გავუფუჭდა კაცთა ეხლა რა რაკმას. ამიტომაც გვიწევს მანქანის დატოვება ნატიფურუსთან. Dust kicks up beneath my boots, the sun's a fiery brand. Riding out across the plains, the reins tied in my hand. The prairie stretches endless, where the wild winds wail. მოკლედ ისეთი ცუდი გზა იყო ბოლოში, რომ მანქანით ვეღარ გავაგრძელეთ სულ. მანქანის წვალებაც აღარ მინდოდა და რაც უფრო მაღლა ავდივით, მით უფრო გვიჭდებოდა რა გზა. ამიტომ ჩამოვედით ქვემოთ. ჩანთები დავტოვეთ? ჩანთები იქ დავტოვეთ, სადაც ვიყავით ბოლომდე ასულებ. დაახლოებით 1 კილომეტრი ნახევარი ხო იქნება იქამ. კილომეტრი ნახევარი დავკარგეთ რა. ჩამოვედით. რაც კოტეჯი ვნახეთ, სადაც მანქანა ვერ გავაჩერეთ, იმიტომ რომ არავინ არ იყო. და ხესთან ჩამოვიდით ბოლოს. გზის გასაყარი არის რა. უღელტეხილი სანამ როცა იწყება მიხოულ-მოხოვული. ზემოთ ადის ნატიფურუს გზა და ქვემოთ ჩამოდის ჰესი. მდინარეს მოუყვება. და ჰესთან გავაჩერეთ. ველაპარაკეთ ჰესის თანამშრომლებს და არ არისო პრობლემაო, კამერები არისო გარშემო ყველგანო. მოკლედ არ იქნებაო მაგაზე პრობლემაო. გენაცვალეთ თუ გეხუტუნეთო. გოლი ვაფირო ასე მითხრეს. ეხლა ალბათ ჩანთებთან და ფეხით მოგვიწევს გზის გაგრძელება რა. ძირანაც ჩაგერთვებით და გაჩვენეთ როგორი გზა იყო. და როგორი გზა იქნება. ნუ მოკლედ ოფროუდის მანქანის გარეშე, საოფროუდ მანქანის გარეშე არ ამგონია რა ახვიდეთ რა. ჩეროგით ვერავედით და არც გაურისკეთ რა სიმართლე რომ გითხრათ მანქანაც არ გვიწვალებია რა დიდად. მოვიდეთ სადაც ჩანთები დავტოვეთ იმ ადგილას. შევისმენთ და ვაგრძელებთ სვას. ძალიან გაჭირდა რა. ჩანთები გვაქვს 20 კილომეტრი დაახლოებით. აი 2 გრამია. 20 კილო ჩანთები გვაქვს დაახლოებით. და 6 კილომეტრი გვაქვს ნატიფურუმდე რა. აი უაზრობა აქ ფეხით გამო გზა არ ვარგა. მიტომ იმ 350 ლარის გადახდა თუ 300 ლარის დელიკატში უეჭველი ღირს რა. თან აქ დიდი არც არაფერი არ ხდება რა. მიხოულ-მოხოვული გზაა და სულ აღმართია. ავდივართ. კაი ხანია. 3 კილომეტრი გვაქვს გავლილი ჰესიდან. თან ცხელა. ნინო მოწმენდილიც არის.
ზეაჭერს. ჯერ არის 11:20. მოკლედ ნატიფორამდე ავიდეთ და არა მგონია დიტუბაზე დღეს მოვასწრეთ გადასვლა. არა პატარაზე უეჭველი მივასწრეთ. იმედი გვაქვს ასთავარი. 3 hours later. 1500 მეტრი მის დონიდან. ურუსი შემოგვეპარა. გაგვეპარა. ცოტა დავიღალეს. არა. გაგვიხსნა რა მეორე ფილტვი და გავკაჩეთ. თამდე უნდა მივიდეთ რა. თუ ამით ხელი შეგვიწყო მივახთ. თუ არა და ის გვერდთან მოედანს რო ეძახიან იმ საბანაკებზე დავანაკდებით. გაგვიფუჭრა ამინდი. ურუსი. დაგვეწია. ასე ვთქვათ. ხო? არ ტელეფონო დაიჭირა. ტელეფონმა დაიჭირა სხვათა შორის. ატყუებენ არ იჭერს. 2 კილომეტრი დავრჩა ნატიფურამდე. ძალიან დიდი აღმართებია რა და ამხელა ჩანთებით ცოტა გვიჭერს. ცოტა ბევრი შესვენება გვიწევს, მაგრამ ასლადია რა. ნახოთ ამინდი როგორ შეგვიწყობს ხელს, ა? მე მშია. აქედან გამომდინარე მოხდება ჩვენი ბოლო წერტილი და დაბანაკება. ესეთი ივლიანი ბოლო რამდენიმე კილომეტრი გამოგვიჭრა. Burada zaten. Geçelim. მაგარი გაგუნა. სამ კილომეტრი მოგოჭრა. ესეთი ოქრო ხალხი შეკვდა მანქანებით. და ტრანსპორტირებაში დაგვეხმარა და ზოგი მეხუთე დავიტობაზე, ზოგი მეოთხედ, ზოგი პირველად. გამოსვლით პირველად. ესე ნაპირებენ მითამოვიდან დაბანაკებას. ბრავო. ჩვენც ნახოთ როგორ იქნება დოინო გამდინარე, ოთახეთ ავიდეთ ხანდა. მადლობის მეტი არ არის. უდაო. წავე. აი შედობეთ ამოქრო ხალხს. ამოვიდით ჩვენ უკვე ტრასას დავადექით. ისინი გაჩერდნენ ცოტა ხანში. რაც იმზადებიან და საზროვად. და შევხვდებით ახლა იქითოვისას თუ აქითოვისას. და დავეკვეთებით. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო. მთელი ჩვენი სამეულის სახელი. ბოლო მძიმე 4.5 კილომეტრი მოგვატარა რა. მართლა ძალიან ბოლო აღმართი დაგვაწევინა. ძალიან დიდი შეღავათი იყო და დიდი მადლობა რა. ეხლა ვეცდებით რომ დღის ბოლომდე მივიდეთ პატარატობამდე. ეს ხალხი რა შეხვედრო და არ ამგონია მისულიყავით. აი ხა კიდე შანსები გვაქვს. წლები თუ ისევით. საკმაოდ ცივი. სუფთა წყარო მოდის. უკადეს მონიშნული იყო. დიდი გავსი. აი სანამდე ის თემურჭყონია დაგვასვენსული. ახლა როგორ ცვარია ხო? აგარია. ჩვენ ტრადიციულად როგორც ყველა პირველად ამოსვლელი ტობაზე გადასახოს გავსდით. მეტი არა არ უნდა იყოს. ბრუნდებით. უკან ეს ადგილია. აქ არის ესეთი ხე აქ. მართავს. ნიშნული მონგრეულია. აქ უნდა ატიხო რა. რუკას დააგმური აუცილებლად ატიხოიდან რო გადმოვხოთ. და თუ წამოხოთ ვაფშე. აღარ ყოფილა. ნიშნული თვანი. როგორ არ დავინახეთ. ძალიან დავიღალეთ. 7 საათია გადავაადგილდებით. ერთი 15 კილომეტრი ხო ექნება გავიგე. 15 ხო ექნება.
ხო რა. ახლა მოკეთებით. რა ვიცი. სამწუხაროდ. აქეთკენ რაღაც ჩანჩქერია. აქეთ ტყეა. ნიშნულები არის ერთი ის ცოტა ზოგაზე მივდივართ. ნავიგაციაც განახავს. ნიშნულებიც განახავს. ტელეფონითაც გადავიღო და მე იმ კადრებს ჩავსვა ვიდეოში. ჰორიზონტალური გადაიღოს. აუ ძალიან სილამაზე. დავრჩებით დღეს და ხარ მოვივით ორივე დღეს. ისე. უკვე 6 საათი ხდება. გადავდივართ ქედზე. და აუცილებლად უნდა მივიდეთ. ვითავიდან. ეგრე გადაზღდა რომ მან ბანაკრებით. არაფერი არ ჩანს საერთოდ. ეს კამერის ბრალი არ არის რა. უბრალოდ ძალიან მაგარი მისლი. იმედი ახვალდელით მაინც გამოგეცდება ამიდი რომ ამაზე ხედებით დავტკბით და მოვარჩინის ზიანი ფერები შევიკვეთ. კიდევ ერთი დაღმართი ჩამოვიარეთ. კიდევ ერთი დაღმართი ჩამოვიარეთ. ჩამოვიარეთ, დავიარეთ. დავიღალეთ. ეს შეჯამებას მოგახსენეთ კარავიდან. თუ იქნები ცოცხა მდგომარეობა. მე თოვლი. ია, ვაუ, ყინულია, თოვლი კი არა. რაო რა. იმედია ქედზე ესეთი არ იქნება. ესეთი ჩვენი ადგილაც რა. მე უყავით ნიშნულებს ავართ. საკმაოდ დიდი ხანია ამოდივართ. ფოტოშოპს. და დავიშოთ. მაგია. საკმაოდ დიდი ხანია ამოდივართ. ძალიან საშინელი აღმართია რა. ბოლო აღარ მიჩნევს. რაღაც 150 მეტრი გადაგვრჩა საბანაკემდე. ესეთი საინტერესო ქვების
კონსტრუქცია არის აქ და აქეთკენ არ ვიცი ჩანს თუ არა GoPro-ში გამოჩნდა ლურჯი ხაზი თეთრებს შორის რაც ნიშნავს ყველაზე რთულ მარშრუტს აქამდე მარტივი იყო და ეხლა რაღაცა რთული პირველი 10 კილომეტრი ძალიან მარტივად ვიარეთ 2000 მეტრის ალტიტუდაში მერე შემდეგი 10 კილომეტრი ვერ ვიარეთ და ეხლა უკვე ლურჯი გზა იწყება რაც ძალიან სასიამოვნოა მიანიშნებს რომ მოვედით ახლოს ვართ მალე მივხვდით აუცილებლად ნიშნული და არაფერი არ ჩანს ნიშნულები არ ვარგა ყველა ნიშნული მოკასილია ერთადერთი რასაც შეიძლება ინდო არის მარკირები კი ბატონო მარკირებები ნამდვილად საერთოდ აგერაა მარკირებები ყველა მოსახლეში არის დი თითქმის თავი რა ყურადღებით იყო რა თუ არა და გაიაც იჭერს და ოსმანის იჭერს რა თავისუფლად შეიძლება ნავიგაციით სიარულიც აი გავიგზავნით სასრულო აღმართი ბატონი დავითი თუ გადავჭით და ის უნდა გადაიო უშველებელი კლდე ისო დავხდეთ წესი ვერავითით მომში ოკეი წყალს ვადუგებთ რაღაცა მონადირული პური ანაგომი კიკა ნესკვიგი პულიჩი ნესკვიგი დილის პაფები ეს აუცილებელია ნამცხრები რომლებიც შევჭამეთ ეს კულიჩები ვახსენე ჩაი რომელიც ცხელი იყო ჯერ კიდევ ლავაში პეპოს ლავაში და კიდევ რაღაცები გვაქვს იმედია ვეყოფა ზეგ საღამომდე შუა დღეს საღამომდე როგორც არის კი ბატონო ოპა ეცგერა მედია ეცგერა ოპა გენიჩო რეკომენდაცია გაკეთებ თევზი მიირთვა ახლა სტანდარტიზაცია არ როგორ შეაფასებდი დღევანდელ გასვლას მოდი მაგაზე ვისაუბროთ ძალიან დავივარდით ანუ ფაქტია რომ რაც კი ცხოვრებაში ალბათ გიასთან მუშაობის დროსაც არ დავუყურებ ჩვენ დავიღალეთ არის ბრალი ჩვენი მძღოლის ხო მძღოლის არა მძღოლის მანქანის ხო და ხო მძღოლის მანქანის როგორ გაუკვდა გუშინ საღამოს ხო მძღოლის მანქანის იმისი რომ ჩვენ არ ვიყავით შესაბამისი მანქანით არა კი ვიყავით მაგრამ ნუ არ ვიყავით დავტოვეთ გესთან რომელიც რუკაზე არ არის ფოტოში რომელიც რუკაზე არ არის აღნიშნული მაგრამ არა მე ნახი მაგარი ხო და ჩემი აზრით დამწყებებისთვის ანუ პირველი ტობაზე წადი ვარიანტი არ არის რა არა ხო იმიტომ რომ ჯერ ტბაზე არ გადავსულვართ და საკმაოდ რთული იყო რა ბოლოს უკვე ლურჯი ზოლით იყო ისინი რა ქვია ბილიკები რაღაცა იცი თუ დროს გადაანაწილე ისე რომ თქვა კიდე წამოსვიდე და თან ის მაგას ნათიფურამდე ამოხვალ მანქანით ხო მაშინ ხო კი დაწყებით წესი თავისუფლად ამოვა იმიტომ რომ იქ თქვა პირველ 5 კილომეტრის მერე ხო იყო საბანაკე კი და საბანაკეზე დარჩები და მეორე დღეს გადმოხვალ აქეთ და მესამე დღეს უკვე დაიწყებ უკან წასვლას რა და ჩვენი ახლა როგორც გავაკეთეთ არის დამწყები აგერ ხალხი ვართ არა გადავჭით თავარი ეგარ თავარი ამოვედით გმირთა მოედანზე ადუღდა ძმა ახადე ოპა ეს არის ახადე ოპა ცოტა ადუღდა ესე მე ჩავყავთ ძალიან მაგარია რა და უფრო მაგარი სანახაობა გვეოდება ხვალ დარწმუნებული ვარ აქეთკენ არის ჩვენი გასავლელი რომელიც არ ჩანს ავიღეთ ოპაზე მეგონა რა ძალიან კარგად შევხვდებოდი მეც კი მაგრამ გამიჭირდა სხვა შორის net მონაკვეთებში თავი ვიზანი სუსტად რომელიც ვის ვიცობს არც ხშირია და
როგორც ახსენეს, არ არის დამწყებებისთვის, როდის განაცხადებს, თავიდან ჩვენ რო არ გივალო იმ წყლის გამო 10 კილომეტრი უაზრად. უფრო მარტივად ამოვიდეთ. კიდე ეს უფრო ხალხი შეხვდა, რომელიც სულს უკან კეიფობს, ვინაც ყველა შეერგოთ. ეგრევე ამოგვიყვანეს. ვეხუთუნეთ, აგერ ამ კაცს გარავის გავუშალეს, სანამ ჩვენ ამოვიდოდით. მას სწავლეს და ერთად გავშალეთ. მარტო არ გავშალეთ. ან ჩემ ერთი უნივერსიტეტში გავჩნდა. ეს საქართველოს რო ამ პატარა ამეთი, უნდა დამიჯეროთ რა. კაი, წავედით თანაკომები შევყვავთ. ტობაზე არის ორი ვარიანტი რა, ნაცნობი რა. ერთი აისელი უნდა იყოს კი, აუცილებლად. და მასე იპოვი და მეორე აგერ. აი ეს მილიონში ერთია რა. მანქანა გაგუჩერეს და მანქანაში ვინც იჯდა აღმოჩნდა დათუნას უნივერსიტეტი. ძალიან გაგვიხარდა ეგ ფაქტი, კადრები განარახი ექნებათ უკვე როგორ ექსტრავაგანტულად ამოვედით ნატიფურუნდე ბიჭები. მე კი გადავედი მედელიკაში კომფორტულად, მაგრამ არ ვიცი, სუპერ ამეთ უმინეთ და დაგანაყროთ. კილკა წაიღეთ. არ ვიცი, იმენა. კილკა არის მაგარი. იმენა და რამ სხვა წაიღეთ უეჭო, რაც არ უნდა დაგამძიმოთ, მაგარი არ იწოდებს. კაი, წავედით ხა ანაკომები კუჩას აყრე. ეს დღე არის ერთ-ერთი საუკეთესო რაც დაგვიგეგმია და გავუკეთებთ. ეს თქვენო საბაბაქრა. ლოგი შერაშტყო. ეს დღე არის ერთ-ერთი საუკეთესო რაც დაგვიგეგმია და გავუკეთებთ. ძალიან მაგარი. აი 20 კილომეტრის 20 კილომეტრობაც 20 კილომეტრობაა და ესეთი 20 კილომეტრობა მე მგონი არ ახსოვს რა ჩვენს საათს. თან გაზი გვაქვს. გაზი გვაქვს. ანაკოს ვაკეთებთ. აგერ მე კილკა მაგ, ნაცვლები გვაქვს ამოტანილი. ჩაი კიდე თბილია, ნახე ორთქლია ის. ეს არის ჰიდრო ფლაშკის თერმოსი, შეგიძლიათ ასლარად დაითრიოთ. ყავს დავით ენერგიას დავიმუხტავთ და გავაშორებით ხოჯეტობასკენ. ამინდი ძალიან მაგარი დაგვეთქვა. ხედი უფრო მაგარი და ეს ძალიან ახალმოკლე ვარ, დილის 7 საათია და დავიძრებ ცოტა ხანში. რა მინდა მაქსიმალურად დღეს დიდი და პატარა მოვინახოთ და არა დიდი. მე გადმოვიდეთ აქეთკენ ავიბარგოთ და სანამდეც ჩავალთ, ჩავბრუნდეთ რა. დროში რომ მოვდგოთ მაქსიმალურად. დავიჯარით თბილისი. წეს ნახევარია. რაც ვაზე ავდექით მოტოციკლით თუ 7-ზე ავდექით. 7 ხო. ჭამით, გავადავლიეთ. და ეხლა დავიჯარით. პატარა ვისკი. მე არ ჩვენი ბანაკი. ქვემოთ. დავდავეთ. ძირითადად რაც გვჭირდება ერთ ჩანთით წამოვიდეთ. რო დღეს მოვიაროთ პატარა და დიდი ტბა და დავუბრუნდეთ დღეს შეიძლება დაგვაროთ უკან რაც შეიძლება ახალ შესასვლელთან რა. რო იქნებ მანქანა ამოვიდეს დღეს ახლა ან რაიმე. რო გზის ჩავლოფეხით აღარ მოვიწევს. რაც თავიდან ამოვიარეთ. ქედზე თოვლი არის. ვერ და ვერ შეგახედეთ. უფრო ახლოს ამივართ. იulis მოგვა, მაგრამ თოვლი მაინც დევს. აი თოვლით ვიწევთ ქედზე ასვას. ძალიან სახიფათოა და საფრთხილოა. ამაზე დაპირზე სიარული, იმიტომ რომ საფხულში ქვემოდან გამომდნარია. მეცილად გამოფუღრუებულია რა და ზედაპირი არის ხოლმე მხოლოდ ჩერჩენილი და საშიშია რომ ჩავარდით რა.
კი ბატონო. დაშენ არ გიწევს ახლა ტესტ ამაზე შეარული. ნუ პატარა მონაკვეთი აქ მოგვიწევს, ან ქვებიდან გადავალთ რა. ხოჯი თობაც ჩასმოდეს. აი ეს სადამაზე მქონდა საუბარი. ზედაპირი თოვლიანია, ქვემოთ სუფუღუროა, არ ვიცი ამდენად მოჩანს, არ ვიცი. ჩამოდივართ მეშვიდ პატარა თოვლზე. ეს თოვლია. ვიტეს. ხოჯეზე. ეს გვერდიდან სიარული მოკეცე სუმატარი გვარი მაგრამ ფრთხილად და ნელა ჯობია აქ ვიდრე თოვლზე იმის შიში რომ ჩავსრიალდით ჩამოვედით გაშუაში რომ უფრო მეტი წაგვივიდა ვიდრე ასვლაში იმიტომ რომ ნაყარი კოლორი ძალიან საფრთხილო გადმოსასვლელია არ ჩაცოდე რა თოზე გადმოსვლა როგორც ახსენე რა რეკომენდირებული მეტნაკლებად problema boss we have a problem ასეთი ჩვენიერი მინდორველებია გადაშოლა მეგობრებო ამის ძალიან ყვავილებია შულიმბელო რავი ძალიან მაგარი წამოვედავით ისკენ ვიძო ორტექსებს ვიფლექსავებ ნახა არა გვიეთები ომერიდე ოპა ექსტრემალები ცხოვრობთ ეს კორტექსების გარეშე ნახე ბიჭო რა უხეში ბუნება სუკლდოვანია აქ დაიჭერს ხო? კი გასა 5 ჯიში ნუ ნამაზი ყვავილი Opa. აუ ბრავო რა. აუ ძალიან ლამაზია. GoPro-ში კიდე არ მოჩანს ახლა. მეორე კამერით გადავიღოთ ფოტოები. აუ მართლა ძალიან ლამაზია. აი ჩახედეთ რა ლამაზია როგორ ჩაიდება. გადადი ცოტა. Bravo რა. Bravo ბიჭებო. პირველი თული მარშრუტი ნამდვილად. საჭმელი კი ხო კი. საჭმელი არ ვიწყოს ხა, სწორედ უეჭველი ნახავთ. ერთი დღით მეტი დაგჭირდებოდა რა. ყველა ტობას არა, მაგრამ პლუს 3 ტობის ნახთა ნახავთ. აქ არა დიძე ჩავდივართ. აქ ასე დიძე ჩავდივართ. გავიყინებით ჩიჩი. რა გამყირავ შეიძლება რა. ზე არ არის აქ არაფერი. ზე არ არის აქ არაფერი. აი ზე.
აისი. წმემა დათვალ არის. აი, მოვედით დაბავარჯილის ძაზე. მოხოჯეზე. ძალიან მაგარი სილამაზე. აი, მსგავსი არ ვიცი. წყალიც გავსინჯეთ. ჩავეშვი ცოტა თავით. აი, ყინულივით არის რა. გამორიცხულია აქ, რომ აი გაცურო და გამოცურო კი არა. რო ჩავხტი მანდაც აივინა კადრებს ჩავსვა მე რა. აი, მართლა ძალიან მაგარია რა. თბილისში რო იხუთება ხალხი და 40 გრადუსი სიცხე რო არის. აქ მზეცანათებს თაც არის, გაყინული წყალიც არის. აი, არ ვიცი, აი თერმომეტრი მქონდეს რომ გავზომო წყლის ტემპერატურა უბრალოდ, აი ძალიან ცივია. აი არ მოუდგენლად ცივია რა. ამას ინით ვერ აგიხსენებთ. უნდა შეიგრძნოთ რა. აი აბანოში შემთხვევით ცხელი წყლის მაგალითად ცივი მოგეშებათ, ხო? მაგაზე 20 ჯერ, 50 ჯერ ცივია რა. მართლა ძალიან მაგარია. თანა ბუნებასთან ერთად რო ერწყმის, უბრალოდ არ ვიცი რა მსგავსი ანალოგი რა შეიძლება იყოს. ძალიან მაგარია. ეხა ცოტა ხანი გავშვებით და გადავალთ დიტოვაზე. ეგაც რა თქმა უნდა, ერთ სკუპს გავაკეთებთ. თითოს ორივენი. პატონ სავას გამოსასვლელი შარვალი არ აქვს ხო? და არც საცურაო შორტები აქვს ამოგებული. ამიტომაც გადამღების პროცესი შეიცავს. ვიწყებთ სვას. დიდებასკენ. ცოტა ბავარჩხილი 3 და 7. ცოტა შელახულია აქეთ ბანერები. აიც. ნაწერია. ეს გაიგე. უხური. ხაიში. აქეთ კი ვარ არის ხაიში. საცურაო ხოდები. არ გაშრა, როის დაგაგეთ არ მინდა. ამიტომ შემოვაგარეთ ჯოხებზე. მიდივართ დიტობაზეც. ალბათ დანარჩენებს რომ ნახავთ დღეს. როგორ საათამდე გვინდა ბანაკის დაბრუნება. აი, შევისმენთ. აი, უკვე გურუსმა დაფარა ის უღელტეხილი რაც ოხოჯეზე გადმოდის. ოხოჯის აღარ მოჩანს. აი, ბიჭო, არ გავლიეთ. უნდა გადავიდეთ აი იქ. იქ. სტილამაზი მთები. მაგრამ ბურუსი გვიმალავს ყველაფერს ხა დაგვიფარავს. შეიძლება გადაადგილოთ ცოტა გაგვიჭირდეს რა. ფანერები რაც გიშველის ფანარი ამ ბურუსში. აქ არაფერი. დაღამით არ დაგვაღამდება აზე შანსი არა. ესეთი მთები გინახნიათ მეგობრებო? გინახნიათ? აბაგა. აბასად არის ტუბოვარჩილი. არია. გინახნიათ მეგობრებო? მოგეთ. ეს აღმოჩნდა ლამოვიარ. აი, ამ გუბეში ვიყავით რა. და აქედან წამოსულიყავით აქეთკენ. აქედან არის გადასასვლელი პატარა დიტობაზე. აქეთ გადადიხარ რაღაც ხეობაში, სადაც რომელიც დინარის გზამი უყვება. ჩავუნდებით უკან. აი გადავალ სადაც საჭირო. მეორე დიტობაზე. თითქმის გადასულები ვიყავით ქედზე. მას ქედზე თითქმის ასულები ვიყავით. ამით ფუტბოლ და გავუბრუნდით.
არ გაწვიმდება და ამას შეეწერება რა. და ამასაც, იმიტომ რომ აქ დემოკრატიაა და უმრავლესობით გადაწყვეტა. ჩემი ხმა უბრალოდ ყოფილი. ეგ არის თქვენი დემოკრატია. ყველას ასე თვალისწინეთ რა. ბაზარი არა ძმაო. ბაზარი არა. აი მაგაზე ლაპარაკობდნენ ძველი ბერძენი ფილოსოფოსები. ეგ არის თქვენი დემოკრატია. დავიჩაგრე რაც შემეინტერესებს. მოხდება აქ. ისე რომ წვიმა არ ჩამოვარდება დღეს და იქითა წლამდე ამას ყელში ამოგადნენ საბაბაქრაზე. რო 1 კილომეტრით ვიყავი დაშორებული დიტოვამდე თქო და არ გადამიყვანე მეთქი. უკან? რა უკან? უკან ხოლმე გადმოსტიყავ. წვეთი წვიმა არ ჩამოვარდება თქო დღეს თუ მაგის გარანტიას ვიძლევ მე. რატომაც აიყოლია ძმაო. რა შეულოცა არ ვიცი. მაგრამ ეს კაცი დანებდა რა. არ იქნება დღეს წვიმა და თქვენი გადაწყვეტილება. ძალიან მოწმენდილია. ეს რა არის ხაი. ეს რა ღრუბელია. ნახე და მოწმენდილიცაც კი მოჩანს. ხო. არაფერი არ არის რა ჩემი აზრით რა. უბრალოდ პანიკერობ ჩემო. ყველაფერი კარგი იქნება. რა შემდეგში წამოვალ მარტო ჩანთის garaშე, ყველანაირი აქსესუარის garaშე და გადავრჩები ბუნებაში ერთი კვირის განმავლობაში. შევჭამ ბალახებს, ყვავილებს, ფლიკებს. ის ვიღო. რაღაც გვერდი რო ქონდა. გურამ როსტევანიშვილი. მე ვარ გურამი როსტევანიშვილი. და ეს არის გადაცემა ივარჯიშე შენი ცხოვრებისთვის. ხარაჩოებინა რო ხდება. აი შევიდე ლი. მე ზემოთ ლი. მე ქვემოთ ლი და კარებთან ვართ რა. უნდა წამოხვიდეთ დაბანაკდე დილის 6 საათზე ადგე და სანამ ბურუსი ჩამოწევა, გადაიღო კარგი ფოტოები და დატკბილ ამაზე ხედებით თორე. რომელი საათია ეხლა? არ პირველის ნახევარის არ არის ჯერ. უკვე რავი. უბადობა აღარ არის რა ბუნებისკენ რა. მაგას 3 დღე არ არის. ხო 1-5 დღე კარგად გემრიელად რომ მოიარო. ჩამოხვიდე ნატიფურუზე მანქანით. მერე გადმოხვიდე პირდაპირ ოხოჯეზე. შესაძლებელია, ნუ დილით თუ ამოხვალ რა ნატიფურუზე. ოხოჯეზე გადმოხვიდე, მერე თუნდაც გვირთან მოედანზე ხო რა. ჩვენ რო დავიჯერეთ მაგ დროს რო დაიძრა ოხოჯეზე გადმოხვალ თავისუფლად რა. ჩვენ ძალიან გავწვალდით ანუ ჩვენ ის გზა მოგვიწია. 5 საათი დავკარგეთ იმაში. ხო, შევძელით, მაგრამ ძალიან წვალებით და აქ რო ყოფილიყავით ცოტა გამოუცილ ხალხთან ერთად ვერც მაგას ვერ ვიგებთ. მერე კიდე მეორე დღეს გადახვალ დიტობაზე. მესამე დღეს ჩახვალ იქითგან მოინახულებ. არა, თუნდაც ნახდება როგორ ხდება. მეორე დღესაც შეიძლება. ანუ დიტობაზე რო ახალ ქედიდან გადახედო იმ სამტბას. ჩახვიდე შეიძლება აქედან დილით თუ გადახვიდე. ხო. ნუ გააჩნია რა, ხანდახან არის რომ ძალიან დამშრალია და საერთოდ არ გის ხოლმე მანჩას. რავი რა. ჩვენ კი ვართ ისე 5-დან 1 ვნახეთ. ეგეც პატარა. ყველაზე ლამაზი სამაგიერია. დიდი ფლამაზია. არის. ნაშემ უფრო დიდი ხელის კლდეები აქვს და რა. ჯავი, აი ამას ეს ლამაზი მაინც ხოთია. გავიქით ისე. დავით, შემოგერთდებით ბანაკიდან. ეს ყველაფერი იცით სად რა იყო, როგორ ჩამოვიარეთ, როგორ ავიარეთ ბანაკში. გამოვიყვებით. და მე ვნახოთ ამინდირას სიზავს, იმიტომ რომ თუ ამინდი არც არაფერს არ ბიჭო, აი იქეთ არის ღრუბელი კიდე. ბიჭო, ვიხედები, ხედავ. კაია, რო ხედავ, ხო და მაგ ღრუბელში იმ გზის გავლა, რომელიც გუშინ გამოვიარეთ, ბოლო მონაკვეთები არ გვიქვს. უარის ღრუბელში გამოიარეთ, ჰა? უარის ღრუბელში გამოიარეთ. იმიტომ რომ ვეღარ ვბანაკდებოდით ვერსად გუშინ. წავიდე და დავბანაკდებით მე სადღაც რა. ვაიმე. როგორი საყვარი. მორიგი ექსტრემი, მე თო ჩემო. ხლუმ. დავით. კიდევ ის თქვა მინდოს. ყურადღებით იყავით როდესაც ესეთ
ნაყარ ქვაზე გადაადგილდებით. როგორც ქვემოთ შეამოწეთ. არ მოძრაობდეს ქვა. თორე ფეხი მარტივად აგიწურდებათ. და ასევე თქვენს წინ მიმოვალს, იმიტომ რომ შეიძლება გადმოვარდეს ქვა და მოხვდეთ და დაზიანეთ მარტივად რა. ეს რომ მაქსიმალური ყურადღება გმართებთ თაში. პატარა აპდეიტები. ჩამოვედით ჩვენს აბანაკებზე. ვინებთან ერთადაც ვიყავით, ისინი უკვე გადავიდნენ პატარა ტბაზე. ბატონ ლუკას სიცხემ შეაწუხა, ასე გონია. ბატონი დავითი შთაგონებაშია. ხო ეგრეა. წყემსიც უკვე ჩვენთან არის. დედოფლის წყაროული საქონლის მოთუშული ვაჭამეთ, იმიტომ რომ არაფრად არ ვარგო და თან ორი ბანკა. ვართ ისე გადადებით ისენებს და დავეშოვით ნანა ნატიფურზე. რომ დავბანაკდეთ ნატიფურზე. იქნებინმე ავტომობილი შეკვდეს ხვალდილით რა. გაგვიმართოს. ესეთ ვარიანტი რა. ხო რა, ჩაგვიყვანოს ესამდე და ფეხი თუ არ მოგიწევს იმის ჯარვარა. ბატონო დავთვალე რომ Without კაჭა, ja? ვერასე ტყუდი. სუსტებს გასასწრელი. მოუწევთ. ანუ აი ამ თან. აი, ეს ის ამინდია მეგობრებო. რომელზეც იწვიმებსო ჩვენო ძმებმა განაცხადეს. და ისელში ხარ და თავზე გადგავს შავი ღრუბელი. და აი კულო ჩაფრიდე. ავაშავი, აი. არ არის შავი და რა. უბრალოდ ნესტია რა. ეს უბრალოდ ნესტია. კარგი მშვენიერი ამინდია რა. ოღონდ ხედები არა გვაქვს. სიცხე აღარ გქონდა. სიცხე მეგონი არც გაქვს და ეს უბრალოდია. თუგა. აგრეთ მოწესრიგდით. წერიმა შეგვაღონეს. მოწესრიგდით და ვეშოვით ახლა ქვემოთ. გავიგეთ ესეთი ინფორმაცია, რომ თურმე ხვალ ერთი ავტომობილი ამოდის დილისთვის. ცხენის ტურები ჩაგვთან. ხალხი და ხალხი და თვითონ იყო ტურის გიდი. იმავე მითხრა, რომ ხვალ დილით ამოდის ამ ავტომობილიო. და გაგიმართლათ ამ გამოსში. წემსის დაბარებით ამოდის რა. ეხლა უნდა ჩავიდეთ წემსთან და ვაპარაკოთ დეტალებს. და ავტომობილი ჩავდივარ წესით ხალხზე ჰესამდე რა. და გაგვიმარტივდება ეგ გზაის უმორიზის მოაზრდახმართვის ჩავარ აღარ მოგვიწევს. კიდევ ერთ საკითხს მინდა შევეხო. აქაც კი ამის შორეზე ასახლებიდან ეს აბანაკი ადგილი სადაც გავჩერდით. ერთი შეხედვით კი ძალიან სუფთა იყო, მაგრამ იმ ქვების უკან რაც ვიდეოში მოჩანს იყო ძალიან ბევრი ნაგავი. ნუ ჩვენ აჩევძელით შევაგროვეთ და მოგვაქვს რა. მაგრამ სამწუხაროა რომ მაგდონეზე შეგნება ჯერ კიდევ არ არის საზოგადოებაში, რომ ბუნებაში ნაგავი არ დავყაროთ რა. ისევე ბუნებაში რომელთაც ისევ ჩვენ ვიღებთ სიამოვნებას. ძალიან სამწუხაროა. აშკარად არ იყო დაყრილი კი დამალული ნაგავი იყო, მაგრამ ნაგავია რა. როგორც ამოგაქვს, ისე უნდა ჩაიტანა. არა აქვს მაგას ასებითი მნიშვნელობა. დაუმძიმდები რაღაცა ესე ანუ. რატო? თუ მოქვს ყურდა? აი ეგ რა. ბიჭო აქ შევასოთ, გამო ნახირია ხოლმე. და ჯობია ზემოთ შევასოთ. ხო და? კარგი იქნება ყველა რომ ვიაზრებდეთ მაგ პასუხისმგებლობას რა. თან ეხა აქ მოდის ბუნების მოყვარული ადამიანი, ხო? ამდენ საათს ფეხით არავინ არ ივლის, ისეთი ვისაც ბუნება არ უყვარს.
და ზუსტად ეგ ადამიანები რო აბინძურებენ ამ იმავე გამრებას, რითიც სიამოვნებას იღებენ შემდგომ და ნეტარებას. აი ეგ არის ყველაზე სამწუხარო რა. კადრები დაფიქსირება ვერ მომახერხე, GoPro ყურა დამჯდარი და აცოთა შევაერთე. აი გამოვედით და ამხანაგი გავიჩინეთ. ჯემალ, რა ვაკეთებ? ვიყავით წყემსთან. დაველაპარაკეთ. დაველაპარაკეთ და ესე და ესეო, ხვალო. პირველ რიგში ველოდებიო, მანქანასო. ჩემიები უნდა მოიყვანო ძოშვილიო. მარაო. მე გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ ეგ ჩაგიყვანთ თუ არაო. რომ შეიძლება საადიო დარჩესო. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არ დარჩება სანადიროდ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სხვა მანქანაც ამოვა ტურისტებით, ხვალ დილით, შეიძლება პირველ საათამდეც, რომელიც ჩაგვიყვანს. ეხლა კი ვაგრძელებთ გზას. უკან ნათიფურუსკი. არის ჩვენი მნენი. ეს ბატონი ბოლო წესის ქოხი არის. ბოლო აღმართამდე. ძალიან მაგარი კაცი, ძალიან გულიანი. დარჩენად შემოგთავაზა. ცხენებით ბარგის წაღებად ხვალ დილით, მაგრამ უჩვენე ფეხით გადავადგოდეთ და თუ მანქანის ამბავი ვერ მოვაგვარეთ, მერე ფეხით დავეშვათ. ძალიან პოზიტიური ხალხი გვხვდება, სხვადასხვა ფოტოგრაფების ჯგუფი შეგვხვდა ცხენებით. მოითა მოედანზე, რომლებიც ცხენებით იყვნენ ამოსულები. უბრალოდ ფოტოგრაფმა ძალიან მიგვაძინა პოზიტიური ემოციები გავაზიარეთ. მერე ტურისტები შეგვხვდნენ, უცხოელები. ცოტა უცნაურია ხოლმე რა. ესეთ გადაკარგულში ადამიანს რო ხვდები. გავწმინდო და ბალეშები დაიფინე. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 10 ეს ბიჭი პრიადოსანია. საღო, მიდი ბო. 30. ბრავო. აი ისე რომ დაგემთავრებინა, კაი ბიჭი იქნება. აბარგა. ახალი ბილიკით გადავდივართ. ნათიფურუსკენ. ბევრი აღარ დაგჭამ. ვიგდან. აბა. დაბული ტყეში. ცოტა გადავრჩა ჩვენს. საბანაკამდე, სადაც დილიდან დაველოდებით ავტომობილს. ეგ მოჩანს წინ ის ულამაზესი ჩანჩქერი, რომელსაც ახლდანაც კიდევ ერთხელ დაგანახებთ. Oh yeah. ამოვიდით ნათიფურუსზე ბოლო წერტილზე სანამდე ავტომობილი მოდის. აი ჩვენი ბიჭები ზუმები ის ქურიდან ხوار დავეშვათ. მოკლედ ძალიან მაგარი იყო რა. რაღაც რეკომენდაციები და რჩევები დაგვიგროვდა სურველებისთვის. ჩამოვწერთ, დავალაგებთ და აი ჩაის დალევისას ან ხვალისთვის ჩავწერთ რა და ვიდეოსაც მივამატებთ. ყოველი ნაბიჯი, ყოველი ის აღმართი, დაღმართი, ნაკბენი, ყველა ნაბიჯი რეალურად ღირს. უეჭველი. რასაც ნახავთ. სულ რო არ ნახოთ, გამოცდილებად გიღირთ ის ყველაფერი რაც უნდა გააკეთოთ. საკუთარი თავის გამოსდათ რა. არის მომენტები რომ ფიქრობ რომ უნდა გაჩერდე რა. მაგრამ აი აქედან რომ მივდიოდით იმას რო გავუცდით რა ქვია ბოლო ქოხს. ხო. იმ აღმართზე მეთქი ხوار ჩაუბრუნდე და ქოხთან გავშალო კარ. მეც ეგრე ვიყავი რა. მეთქი რამე კაჩებოდა, ვინმე კაჩებოდა. თან იქიდან ის უაზრო გზა რო ამოვიარეთ. მაგრამ ცალკე ფსიქოლოგიურად დამარტყარვაა. ამ ხელა ენერგია დავხარჯეთ არაფერში. როცა მანქანით იყო შესაძლებელი ამოსვლა. მე მანქანამ რო ამოგვიყვანა ენერგია მომეცა ვითომ. ხო, რაღაცა ხალისივით მომეცა რა, მუხტი რა.
და მაგ ბოლო ხოხთან დამერხა რა. ხო, აღმართეთ. რა ფიქრები მქონდა რომ მეთქი ეხა კიდია აღარ მივდივართ აღარ სადმე. პირველი რჩევა ალბათ ნაცნობიცი არის რომ აქამდე ამოვიდნენ მინივენი აუცილებლად. ეგ ჩავწეროთ მე რეკომენდაციებში ერთიანად ჩამოწეროთ ნოუთებში. სისულელეა აქ რო ფეხი გამოხვიდა. ხო არა, უაზრო დროის ხარჯვა და ენერგიის რა. დილიდან მოკლედ ჩვენ ყურადღებით ვიქნებით და ეხა აქ რომ მანქანა შემოაყენებს აუცილებლად გაგუგუძება რა მაგაზე რა. რო რამე თუ არ გვეღიძება მაგდროებით. მანქანა რო დავინახე. კი ბიჭო რა სიძახი ჩვენ. კარავს აი ესე ავიდებ ჩავდეს. იმედია ვინმე ღვთისმიერი შეგვხვდება რომ ჩაგვიყოლოს რა. ვათი მეზარე უკვე 25 ივლისის დილა. მესამე დღე დაიწყო ჩვენი გამოსვლიდან. 2011 წელს ვართ ნათიფურზე. ბატონი საბა დავით ბოქრაძე, არის 7:30. მართალია ჩამოვიდით დაბლა. არა, იცოდი? მაინც ღრუბლებს მაღლა ვართ თუ ხედავ. აქეთ კი ღრუბლებს მაღლა ვართ და აქეთ კი ღრუბლების ისტორიაზე. ზამაგარი. არა უდაოდ. ჩვენი ეჯიდები ჭიქჭიქი რაღაცა. საიდან მოვდივარ არც კი ჩანს. აი რო შეხედა და აუ აი აქ ვიყავ. აი ამის 900 იქით ვიყავით ბიჭო რა სიზახით. ელდებით ავტომობილს იმედია რამე გამოჩნდება. ავტომობილი თორე გამოჩნდება მალევე დაახლოებით 100-ში. ჩვენ ჩაისდავლეთ. ჰერკულესის პაპას მივირჩვეს. აუცილებლად. და დავეშვებით ნეონება ფეხით და მე ამომავალი თუ შეხვდება და გიაში გავაჩერებთ რა და იქნება რა. ჰერკულესი ყოფილა ძალიან მაგარი. ჰერკულესი ყოფილა ძალიან მაგარი. მე უნდა დავიწყო. გალინა ბლანკა ეგური. ჰერკულესი მე უნდა დავიწყო სისტემატიურად. უეჯური. მე ისე ჭამდი ხარ, აიქამდე არ მომწონდა და. ეხლა დააფასე ალბათ. ეხლა დავაფასე. იქნება არ ვიმართლოს და მე ტურისტები ამოიყვანონ რა დილით ადრე რა. 5 წუთში ჩავლაგდებით, მეტი არ გვინდა. ოღონდის გზა აღარ გავეტაროთ ფეხით. და აუცილებლად ხალხი ვართ რა. ჩაკ ვლაგდებოდით უკვე ბილის რაღაც 10:30 იყო. და ბოლო კარავანი უნდა გვეგეცა. ეს კარავანი. გამოვიხედე რაღაც ხამეს, მეთქი რატო? გამომხედა. ეს ის არის. გამომხედა მეთქი მეც შევხედე და მივხვდით რომ ეს ის იყო. თან წყალზე ვიყავით ჩასულები 100 მეტრში და რო ამოვდიოდით და თუნდაც ვეუბნები რომ მეთქი ხა იქ რომ მანქანა დავხდეს. რასასწაული იქნება. ზუსტად ძალიან მაგარია და უფრო ხალხია. ხო, ყველაზე მთავარი ეგ არის რომ ძალიან кайხი ხო. ბიჭო უდაო. მანქანა 10 კილომეტრს როგორ მეგავიგვით. იგი გასა. ამოვედით. მართლა და გამოდის ის ყველა გაიგეს. თაში ცუდ ადამიანს ვერ შეხვდა. გამორიცხული. ეგმენია ეს. ძალიან უფრო ხალხი ავჭაით. ეს უყურეთ ერთმანეთს, დაუზიარეთ ერთმანეთს რაღაცები. რამდენიმე შტო დავწვალეთ. ეგრე ჩვენ მაგარი ჩავდივართ გამოთ მანქანას. დამთავრდა სწრაფა 31 კილომეტრი გავიარეთ. ნუ სიმაღლე და დანარჩენი მოძრაობის დრო და რაღაცეები ინტერნეტი ხო რა ჩავთ მე ნახოთ. მოგდეთ რა. აი გამართლებას არა გამართლებას რა. ერთი არ გამართლა ამოსვლისას რა. ბიჭო არა და ნახევარგზა იავუია. არა, ნახევარს მეორე ნაკლები ამოვია. თითქმის ბოლოში ვიყავით უკვე რა. მაინც გავიმართ. მაგრამ მაგარი მუხტი მოგცა მაგალას. მან დრო არა მოიყვანით ვიღაცა კეთილ ხალხს. უეჭველი სამი გავჩერდა. იქ გადავსულიყავი. გამორიცხული იქნება. ოღონდ ძალიან დიდი მადლობა ბატონ მურატს. ძალიან მადლობა ბატონ ვასილს და ბატონ გიგის. ძალიან დიდი მადლობა ზოგადად სამეგრელოს. რო ესეთი სტუმაროყარე ხალხია და ძალიან დიდი მადლობა ხალხს და იმ ადამიანებს ვის ჩვენ ამ
მოგზაურობაში ოდნავ წვლილი მაინც შეიტანა. მართლა რა. აი ჯავახ მადლობა რომ კამერა გამოგონდა. მარტო ჩვენი მოგზაურობა არ გამოდის რა. ძალიან დიდი ხალხის მოგზაურობა გამოდის რა. რო ყველას თავისი პატარ-პატარა კონტრიბუცია აქვს რა. და ჩვენ მხრიდან მაქსიმალურად ვეცადეთ რომ მინებით შევქმნან რაღაცა ჩვენი მხრიდან რაღაცა გაგვეკეთებინა. შეიძლება ის სიგარეტი ვერ შეიტანა. იმგაც სიგარეტი ჩამეტანა იმ ჩასის. მაგას გეუბნები. აი რაღაცას ყავა მივეცით ვიღაც ჩაქარი რაღაცა ესე. ჩვენ ესე ჩვენ არ გონია. რაც შეგვეძლო. რა შეგვეძლო მაქსიმალურად. 40 კილომეტრს გაივლია. რა ის 40 კილომეტრს გაივლია. ეს ბავშვობიდან იყო 200. მოკლედ, ვიცი და ნებას ნელა. ატოლმა მურადი მოგვაცილა ეხა დაიძრა. აი ეს გამოგზავნილი კაცი რა, მართლა რა, მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქმის. დადის ხოლმე ესე ტურეზე დაღავს ესე თუმის ადგილებში. ნომერი ჩავიწერეთ და აუცილებლად მივუწევთ. თუ დაგჭირდებათ იმეს, მართლა საკმაოდ კარგი კაცია რა, გულიანი კაცია. ბოლომდე მოგვიყვანა მანქანამდეც. დაგველოდა სანამ დავქოქეთ რა პრობლემა არ ქონდესო რაღაცა. მოკლედ თავზე გადავყვა რა მართლა რა და ძალიან შესახუტებელი კაცია. მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქმის. კიდევ ერთხელ გაგვიმართლა ჩვენი მოგზაურობის განმავლობაში და აი დავიძარით ახლა რა მუხურისია რა. სხვა რა დაგვრჩეთ. წავით. ესე იგი ერთი კვირა გავიდა დაახლოებით, რაც ჩამოვიდით ტობავარჩხილიდან. და ეხლა მარტო მიწევს ამ რეკომენდაციების ჩამოწერა და ხსენება, მაგრამ ნუ პრობლემა არ არის, იმიტომ რომ ერთად რო ვიყავით, შევაჯამეთ, ჩამოწერეთ რამდენიმე კომპონენტი და მთავარი ასპექტები გავითვალისწინეთ. ესე იგი, უპირველეს ყოვლისა, რაც გვინდა რომ ვურჩიოთ მსურველებს, ის არის, რომ თუ კი დააპირებენ წამოსვლას, აუცილებლად გაითვალისწინოთ ტრანსპორტირების ფაქტორი. ან მინივენი უნდა დაიქირავონ, ან ისე ავტომობილი, ან ბატონი მურადი, ან დელიკები რო დადიან იმათი ნომერიც შეიძლება გაარკვიოთ. მოკლედ 350 ლარი ჯდება დაახლოებით აყვანა რა მარტო რა და ჩამოყვანას დაახლოებით მაგდენი. ნუ თუ სკურში ჩამოდიხარ, უფრო ნაკლებია ფასი წესით, რამდენადაც ვიცი. მოკლედ ყველანაირად დარწმუნებული ვარ რომ ღირს რა, თან მით უმეტეს ბევრ თუ მიდიხართ, მაგ მანქანებში დაახლოებით 7 კაცი ეტევა, ბატონმა მურადმა მე 8 კაცსაც დავიტევო ესე თქვა. ჩანთები რომ მანქანაზე ზემოდან დავალაგოთო, შესაძლებელია 8 კაციც ჩავეტიოთ საშუალო აღნაგობის. და რო ნაწილდება ეს თანხა მე ბევრი აღარ გამოდის რა, დაახლოებით 100 ლარი გამოდის ასვლა ჩამოსვლა რა, ნათი ფორუმდე. და უეჭველი ღირს რა დამიჯერეთ ის უაზროდ დახარჯული რამდენიმე საათი რაც ჩვენ გავიარეთ. აი უბრალოდ გადაყრილია რა, ნერვების მოშლა არის, ენერგიის დაცლა არის, საჭმლის გამოზოგვის პრობლემაა და ნუ მოკლედ რა. ყველას გირჩევთ პირველ რიგში რომ ტრანსპორტირების ამბავი მოაგოროთ, ან თქვენ თვითონვე წახვიდეთ ისეთი ავტომობილით, რომელიც მაღალი გამავლობის იქნება და არ დაგენანებათ რა. ისეთი გზებია, რომ ანუ წინა დღეებში ნაწვიმარი იყო ჩვენ რომ წავედით და მაგიტომაც ქონდა იმ ხელა კანოები გაკეთებული, სადაც ჩვენ ჩანთები ქონდა დატოვებული ვიდეოში ჩანს ეგ კადრები. მოკლედ გასამეტებელი მანქანა გჭირდება, თან უნდა დაიქირავოთ ავტომობილი რა. კი ბატონო, ეს ერთი. მეორე, აუცილებლად წინასწარ დააკვირდით ამინდებს. ამინდების გადასამოწმებლად ესეთი ზუსტი ვებსაიტი არ არსებობს. მით უმეტეს ტობასთვის, იმიტომ რომ ძალიან არაპროგნოზირებადი ამინდია რა. აი კადრებში შეამჩნევდით, რომ დილით 7 საათზე, 8 საათზე მოწმენდილიც აიყო და გრუბლებზე მოვიყავით და 12-ისთვის უკვე ბურუსში იყო ყველაფერი მოცული რა. მაგრამ რაც თავარია ის არის, რომ არ გაგიწვიმდეთ. ეს არის მთავარი პრიორიტეტი. და ფაქტორი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ. ამისთვის მე აღწერაში დავწერ საიტების ლინკებს, რომლების მიხედვითაც ვამოწმებდით ჩვენ ამდენიმე დღის განმავლობაში
და რა პრინციპით გადავწყვეტეთ ჩვენ ამ რიცხვებში წასვლა. გავხსენით ყველა ვებსაიტი, რომელიც კომპეტენტურია და სახელი აქვს ესეთი განთქმული და ენდობა საზოგადოება მსოფლიო მასშტაბით და შევადარეთ. უმრავლესობა როგორც გვჩვენებდა რა, როგორც ემთხვეოდა ერთმანეთს. კი ბატონო. შემდეგი არის ასე ვთქვათ, საშუალებები, რაც დაგჭირდებათ. წერების დამცავი აუცილებლად წასაღებია, იმიტომ რომ დავიტანჯეთ 3 დღის განმავლობაში, იმდენი მწერი იყო და იმდენად შემაწუხებლები არიან. აი ერთ ყურში მეორე ყურში იმენა ფორმულა 1-ის ტრეკზე მეკონა თავი დედას გებიცებით და თან ხანსად გაჭდებიან, ხანსად კვენენ, ხანსა და ნუ მოკლედ და ძალიან დამღრელია, ძალიან შემაწუხებელია და უნჯობესი იქნება წერების დამცავს თუ წაიღებთ. და ასევე მზის დამცავიც რა, იმიტომ რომ ჩვენ რაც დავდიოდით შუა დღის მზე მესე მოწმობილცაზე გამოანათა საკმაოდ ცოტა ხნით რა. 9 საათიც არ ყოფილა ალბათ. მაგრამ იმდენი მოახერხა რომ საკმაოდ დავიწვით რა, ხელებზე ფეხებზეც, შეხებაზე გვეწოდა ხელები რაღაცა. და თუ მზიანამინჩი მოხდით შუა დღეს რომ მზიანამინჩი გადაადგილდებოდეთ, პირველი ხარისხის დამწრობას მინიმუმ მიიღებთ რა, მოკლედ რა ზაფხულის პერიოდში და მზის დამცავი საკმაოდ აუცილებელი ფაქტორია. ასევე საწვიმარი არის მნიშვნელოვანი, რომ გეგდოთ პონჩო ან რაიმე ესეთი ძლიერი საწვიმარი, იმიტომ რომ როგორც ამოთაღვნიშნე საკმაოდ არაპროგნოზირებადი ამინდებია. ეკიპირება, რასაც წაიღებთ, აუცილებლად უნდა იყოს სანდო, გამოცდილი, კარავი ორტენტიანი, რომ წვიმას გაუძლოს, ასევე ფეხსაცმელიც, რომ ძირი არ გაძვრეს სადმე. უმჯობესია წყალგამომტარი იყოს, იმიტომ რომ ნაკლები დისკომფორტი იქნება მთელი გზის განმავლობაში. ნათიფურუდან არის გადასალახი ალბათ 1-6 წყარო, ალბათ შეიძლება ცოტა მეტი, ცოტა ნაკლები. დაახლოებით 6 წყარო რა და ჯობია ეს წყალგამძლე ფეხსაცმელი თუ გექნება უფრო მშვიდად და თავისუფლად გადახვალ განმოხვალ და არ იფიქრებ რომ აი აქ ამ ქვაზე ფეხი დავდგა, ამ ქვაზე ფეხი არ დავდგა და არ ამისრიალდეს და ესე და ასე შემდეგ რა. კი ბატონო, ასევე ჩანთები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე და დათუნას არც თუ ისე სანდო ჩანთები ქონდა და გვიმტყუნა კიდევაც, მე ნათიფურუზე გამიწყდა და კუსტარულად გავკერე და დათუნას გმირთა მოედანზე გავუწყდა რომ ავედით იმ დღეს პირველივე დღეს. კი ბატონო. ასევე მნიშვნელოვანია ნავიგაცია. ან თუ არის საშუალება GPS-ი საერთოდ ბავშვი უკეთესი. ოსმანდი არის აპლიკაცია ან გაია. მეუთითებ აქ ლოგოებსაც ჩავსვავ. ტრეკები ინტერნეტში მოიძიება და მარტივად შეგიძლიათ მაგით გადაადგილდეთ, თან იჭერს მეტად უმეტესწილად. 1-2 პატარა მონაკვეთი იყო, სადაც არ დაიჭირა და უბრალოდ გაუპერა, მაგრამ თუ გაია არ იჭერდა, ოსმანდი იჭერდა, თუ ოსმანდი არ იჭერდა, გაია იჭერდა რა. ეგეც არ არის პრობლემა. ტელეფონი კი არ იჭერს, მაგრამ სატელიტებით დახმარებით ესენი ტრეკს მიყვებოდნენ რა. სურო ნავიგაცია არ ქონდეთ, მარკირებები გზაზე არის, თითქმის ყველგან, ვერაცებით, ყურადღებით თუ იქნებით. ასევე ჯოხები აუცილებლად ასაღებია. აი ეკიპირებაში ჯოხებიც მოსაზრებელია. მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან დიდ საქმეს გიკეთებთ მთელი ლაშქრობის განმავლობაში. ამდენ აღმართზე და დაღმართზე ორივე გზაზე ყველანაირად გეხმარება რა. მით უმეტეს ბარგი როცა გაქვს ზურგზე და ესეთი რელიეფია, ნაყარი და ხვიერი, საკმაოდ დიდ შეღავად გიკეთებ ჯოხები. ასევე დროის მენეჯმენტი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენ რო ერთ დღეს ავედით და მეორე დღეს მოვირბინეთ და მერე ჩამოვირბინეთ, ნუ ბოლომდე სიამონებას ესე ვერ მიიღებთ რა. ეს უფრო იყო ჩვენი მხრიდან დაზვერვითი გალაშქრა სამომავლოდ, რომ ვიცოდეთ რა არის, როგორ არის, რა უნდა გავითვალისწინოთ და ასე შემდეგ. თან დიდად YouTube-ში რომ ვეძებდით ესე ციგნისეულად ინფორმატიული ვიდეოები ვერ ვნახეთ და ნუ საკუთარ თავზე უკეთესად სწავლობს ადამიანი, ესეც მართალია. ორი დღე ძალიან ცოტაა და ძალიან დავიღალეთ, სიმართლე რო გითხრათ. ნუ მანქანით ნათიფური უნდა რო ავსულიყავით, ესე არ დავიღლებოდით. მაგრამ ჯობია რომ აი 1-4 დღით მაინც წახვიდეთ რა, 5 დღით რომ ყველაფერი ნახოთ, ყველაფერი შეირგოთ და თავიც არ გადაიწვათ რა. აი ნათიფურუდან მაგალითად გმირთა მოედანზე ან
პატარა ტობაზე რო დაბანაკდეთ პირველ დღეს, მე მეორე დღეს გადახვიდეთ დიდ ტობაზე. მოინახულოთ პატარა ტობები და მე ან სკურიდან ჩამოხვიდეთ, ან იგივე გზა გამოიაროთ რა. სკურიდან კი ბევრად უფრო გრძელია. გრძელი გამოდის, მაგრამ როგორც გითხრა ბატონ მამურადე, ბევრად უფრო ლამაზი ხედები არის იქიდან და ძალიან სანახაობრივი გზა არის. და კიდევ ერთი რჩევა, ის არის რომ დილიდან გადაადგილებას გირჩევთ, რაც შეიძლება ადრე, იმიტომ რომ ჩვენ რასაც უყურეთ, დილიდან უფრო ლამაზი ხედები იყო და იდეაში დილით ვარ დაგვეწყო ჩვენ სიარული იმ დღეს. ვერც მოვასწრებდით რა მაგდენს. და ჯობია დილიდან ადრევე 6-7-ისთვის გაიგვიძოთ, მოწესრიგდეთ და დაიძრათ. უკვე ტრეკს შეუდგეთ და ყველაფერი მოვასწროთ რა. თან როგორც გითხრეს, როცა მოვდიოდით, ეგრევე დაგვხვედრეს, რომ ტობაზე ნისლის გარეშე ვერ გამოძრევითო რა. და ეს იყო და ეს. მე მგონი დავასრულე, თუ რაიმე გამახსენდება კიდე დავამატებ ვიდეოში. მადლობა ყურადღებისთვის. იმედია რაიმე დაგეხმარეთ, რაიმე ინფორმაცია წაიღეთ ამ ვიდეოდან, 1 საათიანი ვიდეოდან. და ყველას გისურვებთ წარმატებებს თქვენს მოგზაურობებში.